გეტყვათ მეგობრებო, აუტიზმთან დაკავშირებით, მეტყველების შეფერხებასთან დაკავშირებით მინდა ეს ვიდეო ჩავწერო. მაინტერესებს რატო ყვირი ხართ მშობლები ჩატში? რატო გგონიათ, რომ რაც უფრო მეტად იყვირებთ, მით უფრო მეტად რაღაცა სარგებელს მიიღებთ, თუ რა ხდება ვერ გავიგე. ანუ რატო ყვირი ხართ მშობლები ჩატში? ვინ მოგცეთ უფლება, რომ უყვირი ხართ ჩემს ბიზნეს პარტნიორს ნათიას, რატო უყვირი ხართ? ვინ გონიათ თქვენი თავები? თქვენ რომ პრობლემური ბავშვი გყავთ, ამიტომ რა ვქნათ ახლა? რა გავაკეთოთ? გასაგებია, რომ არ ყოფნით ნერვები. გასაგებია, რომ გადაიღალეთ, გადაიწვით. სიცოცხლე არ გინდათ. გავიგე ეს ყველაფერი, არ არის ადვილი. შვილის დედობა არ არის ადვილი, ძალიან მესმის თქვენი ყველაფერი. სწორედ იმიტომაც არის, რომ დღე და ღამეს ვასწორებ, რომ მაქსიმალურად პროდუქტები გქონდეთ და მტკივა თუ მცივა თუ მწყურია, ვაკეთებ ყველაფერს. ეხლაც მაგალითად წესით ახლა მე უნდა ვისვენებდი, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან გადავიწვი, ძალიან გადავიღალე. მაგრამ უნდა გავაკეთო გირჩის ბაქმაზი თქვენი ბავშვებისთვის. ღეტვის უნარი რომ არ აქვთ და ასევე ნერვული სისტემის დამშვიდება დაწკნარებისთვის, ხო და მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ თქვენ მქონდეთ ის პროდუქტები, რაც თქვენ დაგეხმარებათ. მაგრამ მეგობრებო, მშობლებო, აი გულით გთხოვთ რა. აი ისე ვარ დაღლილი, არც ყვირილის თავი მაქვს არაფერი. ის შედეგები, რასაც ჩვენ ვღებულობთ მეტყველების შეფერხებასთან დაკავშირებით. ცერებრული დაბლის დროს, აუტისტური სპექტრის დროს და ასე შემდეგ. არ მიიღება 200 და 300 ლარიანი პროგრამებით, მეგობრებო. ის შედეგები, რასაც ჩვენ ვდებთ ზოგადად. ყველას აქვს 600 და 700 ლარიანი პროგრამები. ხო და განვითარების ეტაპების შეფერხება, აუტიზმი, მეტყველების შეფერხება, ეს ისეთი მდგომარეობებია, მეგობრებო. სამწუხაროდ იქ 200 და 300 ლარის პროდუქცია ვერ გეყოფა. აი მე ამ რეზინებს როდის მოვიხდი, რომ ერთი წესიერად დავილაპარაკო. ვერ გეყოფა და როცა მოდიხართ ნათიასთან და რანას ქართული ხალხური მედიცინა დაეუნები, რომ აი მე ვნახე შენი მშობლის შედეგი, ბავშვის შედეგი. მე ვნახე ჩემი მეზობლის ბავშვი. ჭირი დადისკნა. გამიხეთქა ყურის ბარაბანი. და მისკდა. ხო და ისა რა ქვია? ცეთი გადაღილი დამწვარი ვარ, ტვინიკი აღარ მიმუშავებს. შემეშინდა ეხლა მარო დაასიგნალა და ნეტამ ცოცხალი დავჭი ხოლმე. მაშინია. აი ვიდეოშიც ეხლა ჩანს, რომ მე ფსიქიკურად ეხლა ჯანსაღად ვერა ვარ, იმიტომ რომ გადავიწვი, გადავიღალე. და ფსიქიკურად ეხლა მე ჯანსაღად არ გამოვიყურები. ეხლა ცხალი გავარტყა. აქეთ მჭირდება დახმარება და აქეთ მჭირდება მკურნალობა მე. უნდა დაკავშირდებოდ და ვერ დაკავშირდით. მოსვლამი და თქვენ როგორ გნახთ? სახში არავის არ ღებულობ დედიკო. აი გუგულ სახს აქედან მეტრის სულ აქამდე რა უყურებთ და შარცული უკრავთ. ეს არის რა ქვია? მომწერე მესენჯერზე და გაგიწევ კონსულტაციას და მე მოგაწვი პროდუქციას აქ. ხო. როგორ მოვაწვდე რანაირად ეს პენსიონერი ცოტა გვიჭირს საქმე. აი აქ მოგაწვი ამ კლინიკასთან. ხო, კაი. როცა მომწერ. მოვდი ბოდიში და შარცული უკრავ. მესმის ხო? კი ბატონო. კარგი. ხო და ის არის რა ქვია? ანუ გუში ნათიამ საერთოდ ვეღარ იმუშავა, რატო? ესე იგი მეტყველების შეფერხებასთან დაკავშირებით მშობელმა წაიღო მხოლოდ ის პროდუქტები, რასაც მე ვამზადებ.
ტიბეტური მედიცინის პროდუქტებისთვის ფული აღარ იყო. და ორ კვირაში ნათიას უყვირის და ისე უყვირა, რომ გუშინ აი ნათია საერთოდ შრომის უნარო გახდა, მთელი დღე ტელეფონი გადადო და ვერაფერი ვეღარ იმუშავა, ანუ ყველა დარჩა ისე. ჩემ შვილმა უმეტყველება რატო არ დაიწყო. ჯერ ეს ერთი როცა მოდიხართ ჩვენთან ყოველთვის გეუბნებით, რომ ეს მსგავსი პრობლემების პროგრამა ყოველთვის იწყება 700-800 ლარიდან, ხო? იმიტომ რომ კი არა რომ მე მინდა ასე. ერთი წუთი ხალხო აქ შევიდე. ნახეთ აი როგორც ვარ ძლივს დავდივარ ამ სიცხეში, მაგრამ მაინც მუშაობ, რომ არაფერი მოგაკლდეთ. აგერ ახლა მაგალითად გარაჟი სადაც მაქვს მე იქ ცოტა მზე მეპარება და ხელს მიშლის ეს მზე და აი ყუთები მიმაქვს რომ დავაჩრდილო რა რომ მზე არ მიყუროს ასე რომ ვთქვათ რა რომ მზე ხელს მიშლის ხოდა ანუ კი დახურული გარაჟია მაგრამ რა ცხელა სიმხურვალე შემოდის და ამიტომ ჭირდება ყუთები რომ მუყავამ დაიჭიროს და ის არის და ხოდა ჯერ ეს ერთი ჩვენ გეუბნებით თქვენ რომ ისი ხო კაი ფორმაში ვარ მაგარი გოგო ვარ მიუხედავად სტრესისა მაინც ყოველთვის შემიძლია რომ ენერგია მქონდეს ხოდა მიუხედავად ისა გეუბნებით რომ ასე 700-800 ლარი და გინდა 3-დან 4 თვენდე რომ რაღაცა აღიქვას ტვინამდე ჯერ ის კუჭნაწლავი როგორც თქვენ შვილებს აქვს 1-40 დღე მაგ კუჭნაწლავს უნდა 3 კვირა მაინც ცოტა რომ რაღაცა დავდეს 5 დღეში ერთხელ ვაქვს ბავშვებს მოქმედება ხოდა ორი ჭიქა წყალი დავდიე მაგრამ მაინც არ მიყო რომ გამოვედი ხოდა ანუ მე რომ ამ მდგომარეობაში ვარ ეხა ფსიქოემოციურად წესით უნდა მეძინოს მაგრამ ვერ დავიძინებ იმიტომ რომ მე თქვენ დამრჩებით ისე ხო ხდებით ხოდა მე განა რამეს გაყვედრით ხალხო არაფერს არ გაყვედრით უბრალოდ მე გეუბნებით რეალობას რაც არის რეალობა ხოდა ძიმიას დედა მოფსერებული ყუთების სხვათა შორის არ არის მსუბუქი ხოდა ისი თქმა მინდა ხო 700-800 ლარი ხოდა თქვენ ამბობთ რომ აი არა მაქვს საშუალება და აი 250 ლარად რო დავიწყოთ გადამინაწილო დაიწყებ და მე ორ კვირაში ნათიას უყვირი ხართ რომ ჩემ შვილმა საუბარი რატო არ დაიწყო მეგობრებო აი ისე ვარ გაბრაზებული ახლა თქვენ სამსაქციაზე რომ ისე ვარ გაბრაზებული რომ აი არც კი ბრაზდები არც კი ყვირი ვარ არ შეიძლება ეგრეთი დამოკიდებულება თურქეთში რომ მიდიხართ 10,000 და 20,000 კარგად იხდით იქ ამას წინათ ქალი იყო 50,000 დოლარი გადავიხადეო თურქეთშიო და არანაირი შედეგიო და ჩემთან 700-800 ლარის პროდუქციაში უკვე აქვს ბავშვებს შედეგები ვიღაცას უბრალოდ ვიღაცას ჭირდება რაღაცა გარკვეული პერიოდი 2-3 თვე ვიღაცას 6 თვე ახლა გააჩნია მდგომარეობას რა ამიტომ ეს ყვირილები არ გვინდა ხალხო რა არავის თქვენი არ ეშინია სადაც გინათ იქ დაწერეთ სადაც გინათ იქ ილაპარაკეთ სადაც გინათ იქ აკეთეთ მე იმდენი ნორმალურად მოაზროვნე მშობელი მყავს გააზრებული რომელმაც იცის რომ ეს არ არის ერთი დღის საქმე და ვინც ყვებითაც ხელს მიწყობს თავარი ყვება არის მე რა შენ აქედან შენ შვილს დეტოქსიკაციას უკეთებ წმინდა და რაღაცა და შენ იქიდან ტკბილი აუსტენი არ არის ხალხო ეგ ნორმა გატანილია თქვენი შვილის კუჭნაწლავი პარაზიტებით ტკბილი არის აგრესია ტკბილს რო ჭამს და ცომიანს რო ჭამს ბავშვი ეს არის აგრესიის გაზრდა მე ისეთ მშობლებთან ღებულობ შედეგს ვინც ყვებით მოვყვება ვინც
ვინც 100%-იან ციფრულ ჰიგიენას იცავს. ასე შემდეგ. ხოდა მე უამრავი შედეგი მაქვს და პირველი წელი არ არის რაც ამ სფეროში ვარ. მართლა გულით ვაკეთებ ყველაფერს და ახალი მშობელი რო ხარ მოსული ჩემთან და კაბინეტში რომ არ ვზივარ, არ გეგონოს რომ უფლებას მოგცემ, რომ შენ ბიზნეს პარტნიორს დაუყვირო. და ისე დაუყვირო და ისე ანერვიულო, რომ მთელი დღე მე იმან ვეღარ გააგრძელოს მუშაობა და ამდენი ხალხი დატოვოს პასუხის გარეშე. იცით როგორ არის ნათია ეხლა? იმიტომ რომ დაუმსახურებლად უყვირა ვიღაცა ქალბატონმა. და მთელი დღე ვერ იყო გუშინ ბავშვი. ეხაც რო დაველაპარაკე, არ ვიცი. არ შეიძლება ესე. ყვირილი ისეთი ვიცი ჩაგაფსნევინებთ, ისეთ დღეს დაგმართებთ, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოვხვალთ იმიდან სტრესიდან, ისეთი ყვირილი ვიცი. მართლა ვიცი ეგრეთი ყვირილი. აი ხა მაგალითად ნატავი ბლიანის საქმეზე. ნატავი ბლიანისთან დაკავშირებით ერთმა ქალბატონმა არაადეკვატური კომენტარი დაწერა. ყალებში ქალბატონმა დაწერა არაადეკვატური კომენტარი რა. და ისეთი პასუხი გავეცი. და ისე ცუდად გახდა ეს ქალი, ისე ვაგებინე პასუხი და ისე ცუდად გახდა, ეხაც ცუდად არის. ანუ მე შემიძლია პასუხი ისე დავაბრუნო და ისე გაგამწარო, რომ საერთოდ ბოდიში მომიხადო კი არა, ანუ საერთოდ ის ინანო რომ მე გადამეკვეცე საერთოდ ცხოვრებაში. ანუ ისე შემიძლია რომ გატკინო, მიხვდი? ძალიან შემიძლია რომ გატკინო, იმიტომ რომ შემიძლია რომ გატკინო დამიჯერე რა. ისეთ რაღაცას გეტყვი, ისეთ რაღაცას აგეხსნი, რომ როგორც გტკივა, იმაზე მეტად უფრო გეტკინება. ამიტომ უყვირი ხართ ჩემს გოგოებს. ძალიან გატკენთ. რაღაცებს აგეხსნით ისე, რაღაცებს დაგელაპარაკებით ისე, რომ აი ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღოთ, რომ ვერასდროს გამოვხდეთ მდგომარეობიდან. ანუ კარგთან ერთად რამდენადაც კარგი შემიძლია. იმდენად ცუდის გაკეთებაც შემიძლია და ნუ გამაკეთებინებთ ამ ცუდს. ნუ უყვირი ხართ, ნუ ღრიალებთ მესენჯერში, ნუ წივი ხართ, ნუ კივი ხართ. არ შეიძლება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები ვარ და ენერგია უნდა გქონდეს ჩვენ. ენერგია უნდა ეხა ამ სიმძიმეს რომ მოვათრევ, ენერგია უნდა რომ გელაპარაკებით. ენერგია უნდა ყველაფერს, მოსმენას, გააზრებას. ამდენი ადამიანს მოусმინე, ჯერ მარტო მოусმინე, როგორი დამღლელია. ამიტომ თქვენ თვითონ უნდა აიღოთ სრული კურსი, შედეგი რომ მიიღოთ. თქვენ თვითონ იღებთ არასრულ კურსებს და მე შედეგი რო არ გაქვთ, ჩვენ რა შუაში ვართ ხალხო. ყველანაირი ემოციების გარეშე, ყველანაირი დრამების გარეშე, ყველანაირი სპექტაკლების გარეშე, გულში რაც მქონდა ალალად აგიხსენით გესაუბრეთ. ეხლა გინდა ასე გაიგეთ, გინდა ისე გაიგეთ. მე ნათიას ვეტყვი რომ ამ ვიდეოს რო დადებს არ დაამონტაჟოს, იყოს ისე რეალური როგორიც არის. ხო უნდა იცოდეთ რეალურად როგორ ვარ, როგორ ხდება, როგორ განვიცდი და როგორ მოქმედებს ჩემზე თითოეული თქვენი რაღაცა ისინი გამოხტომები. გაბრაზდებით და გაბრაზდით რა ვქნა ახლა. სულ თქვენ ბრაზდებით, მე არ ვბრაზდები? თუ რკინა ვარ მე ვერ გავიგე. რა გაუბნები რომ აი ამდენი რაოდენობის პროდუქცია მჭირდება რომ შედეგზე გავიდე და მეუბნები რომ აი არ მაქვს საშუალება და მეხუთედი რაოდენობის პროდუქცია წავიღო და მიგაქვს და მე პრეტენზიებით მეჩხუბები რომ რატო არ მაქვს შედეგი. ვინ არის დამნაშავე? ნუ გაქვთ ეგრეთი დამოკიდებულება, რომ სოფლიო ვალშია თქვენთან. რომ სამყარო ვალდებულია მოგეფეროთ, გულზე ხელი დაგისვათ თუ რა ვიცი, გულში ჩაგიხუტოთ. ცხოვრება არის ბრძოლა. ცხოვრება არის ჭკუა. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. შეშემო ბავშვის მშობელი იყო, ძალიან ძნელია. ძნელია, იმიტომ რომ
მე როცა წლების წინ კონსულტაციებს ვატარებდი, მე ხა ფიზიკურად აღარა მაქვს ნერვი რომ კონსულტაციები ვატარო. მე ვინმე რამეს რო წერს უკვე ყრილზე გადავდივარ, მე მაგდენი ფსიქიკა აღარა მაქვს უკვე. მე მხოლოდ ფიზიკურ საქმეს ვაკეთებ. წლების წინ როცა კონსულტაციებს ვატარებდი და მე შშმ ბავშვების ყოველდღიურობას ვუყურებდი გირჩის წვეთებით და ტვინის კალცით ცხოვრობდი. მე და იკანით, ანუ იკანი ეს ჟანგბადია. საკვები და ნამატია ჟანგბადი, რომელიც ემოციური ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიატრი არ დაჭირდეთ ესე რომ ვთქვათ. ჟანგბადის კაფსულებია. და ძალიან დიდ დოზებს ვსვამდი, იმიტომ რომ ჩემთვის გავსაძლისი იყო იმ მშობლების ყოველდღიური ყურება, მე როცა ვხედავდი როგორ აგრესიაში იყვნენ ბავშვები. და მე ყველაფერი რომ ვნახე, იმიტომ დღე-დღამეს ვასწორებ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ შედეგი და ეს შედეგები აქვთ ამ ბავშვებს. მაგრამ მე რომ გეუბნები, რომ აი მე მჭირდება 800-700 ლარის პროდუქცია, ხო? და შენ რა მეუბნე, რომ აი იცი რა, მოვსინჯო 200 ლარის. და რომ მიგაქვს 200 ლარის და არ გაქვს შედეგი, რაღაცო მიყვირი ხარ, დედიკო. რატო გაქვს პრეტენზია? აი უბრალოდ მითხარი. არ შეიძლება ხალხო ეგრე. არა, არ შეიძლება. აი ხა მაგალითად შაქრიანი დიაბეტით მოვიდა ადამიანი. ფეხზე აქვს პრობლემა, ჭრილობა არ ხორცდება, მაზოლი ქონდა, მოიგლიჯა და ექიმის დანიშნულებით არ ხორცდება. და მითხრა რომ აი გარედან რა მალამოს მომცემო ისეთი რომ შეხორცდესო. მოვთხარი გარედან არაფერ შუაში არ არის. გარედანაც კი მოგცემ მეთქი, მაგრამ თუ შიგნიდან არ დავიწყეთ მუშაობა და კვება არ აღდგა და შიგნიდან არის საქმე გასაკეთებელი. ყველაზე მეთქი ეგ ჭრილობა შეიძლება განგრენაში გადავიდეს. ისედაც უკვე აქვს ნიშნები. ანუ ექიმის მკურნალობამ არ გაიგო, შედეგი არ გამოიღო და ექიმს უთქვია, რომ ჯერჯერობით ესე იყოსო ძვალზეო, მაინც არ არის ჩასულიო, მაგრამ ფაქტია, რომ ჭრილობა არის. გაიგო ამ ადამიანმა და მთლიანი კომპლექტის ნაკრების კურსი შევადგინეთ 305 ლარი გამოვიდა პირველ ეტაპზე, ესე რომ ვთქვათ. მგონი ლამაზი ყვავილებია იქითკენ. ასე რომ ნუყვირი ხართ ხალხო. ნუყვირი ხართ. რო ყვირი ხართ. დარჩებით ისევ თქვენ მარტო. თქვენ დარჩებით ისევ მარტო. აი ეგრე, იცოდეთ. მორჩა კინო. Adiós.